ამ წუთებში სახელმწიფო კანცელარიაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. მინისტრთა კაბინეტი უკვე 2 საათია 38 საკითხს განიხილავს. თამთა ჯანაძე ესწრება მინისტრთა კაბინეტის შეკრებას, თამთა გამოეხმაურა თუ არა აღმასრულებელი ხელისუფლება სამეგრელოში მომხდარ სტიქიას. სტიქიასთან დაკავშირებით მინისტრების კომენტარები სავარაუდოდ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. მანამდე კი უკვე 2 საათია მინისტრები 38 საკითხთან დაკავშირებით მსჯელობენ. სხდომის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ. მან ისაუბრა 19 აგვისტოს ამერიკაში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამერიკაში ვიზიტის მთავარი თემა ქართულ-ამერიკული სამხედრო ურთიერთობების გაღრმავება იქნება. დაიგეგმა ოფიციალური ვიზიტი ჩემი ვაშინგტონში, მიმიწვია კოლეგამ, ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ესეთი ვიზიტი არ ყოფილა. ეს ურთიერთობები შეეხება არა მხოლოდ ავღანეთში ჩვენს ერთობლივ ოპერაციებს, არამედ კონკრეტულად საქართველოს და ამერიკას შორის სამხედრო ურთიერთობების გაღრმავებაში, მათ შორის ქართული არმიის დახმარებაში, რომ ჩვენ ვიყოთ უფრო ძლიერები, ჩვენ შეგვეძლოს ჩვენი სუვერენიტეტის დაცვა. ეს ყველაფერი ბუნებრივია, ჯდება ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატში. იუნესკოს გადაწყვეტილებით მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ბაგრატის ტაძრის ამოღებასთან დაკავშირებით გამოეხმაურა ამ თემას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია. მან განაცხადა, რომ პროცესი უკვე დაწყებულია, თუმცა არ არის ზუსტი თარიღი განსაზღვრული თუ როდის დასრულდება ბაგრატის ტაძრის ამოღების პროცესი. მან ასევე აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა თუ თავად ტაძრის რესტავრაციის პერიოდში, რესტავრაციის პროცესში წინა ხელისუფლება გაითვალისწინებდა იუნესკოს რეკომენდაციებს. იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ბაგრატის რესტავრაცია მიმდინარეობდა, იყო იუნესკოდან უამრავი რჩევაც, ასევე რომ არ გაეკეთებინათ ესე არ ეჩქარათ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მანდ არის ნაჩქარევად ბევრი რამ გაკეთებული და შემდეგ ბატონი ბრუნო, რომელიც შესანიშნავი არქიტექტორია, ცოტა გვიან ჩაება ის რაც მან გააკეთა, ეს კარგი გაკეთებულია, მაგრამ მაინც არის მან შეუსაბამობა. ამიტომ თვითონ პრესტიჟია და გვეხმარება ჩვენ, როდესაც რაც შეიძლება მეტი ძეგლები, როდესაც ყავს იუნესკოს დაცვის ქვეშ. და კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა მოგვაწოდა, დავით სერგეენკოს განცხადებით, 1 ივნისიდან უკვე დაიწყო საყოველთაო დაზღვევის პროგრამის მეორე ეტაპი. დიდი მადლობა თამთა ჯანაძე საუბრობდა სახელმწიფო კანცელარიიდან.